მოგესალმებით კოლეგებო, დღის წესრიგს კენჭი უყაროთ იმ დათქმით, რომ პირველ საკითხად სოფლის მეურნეობის კომიტეტთან ერთად განვიხილავთ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვას, შემდეგ გვექნება ტექნიკური შესვენება და გავაგრძელებთ ჩვენი კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვა. გთხოვთ ამ პირობით უყაროთ კენჭი ახლის სხვა საკითხებიც არ გვინდა რომ იმის გავიწყოთ. კი ბატონო. მოგესალმებით კოლეგებო, დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან ერთად ვატარებთ გაერთიანებულ სხდომას, სოფლის მეურნეობის კომიტეტი. ჩვენ შემთხვევაში დღის წესრიგით გათვალისწინებული გვაქვს ერთი საკითხი. დღეს მოვისმენთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიმოხილვას. აღნიშნული საკითხი უნდა მივიღოთ ცნობად. მოხსენებელი გახლავთ ბატონი გიორგი კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე. ბატონო გიორგი, გთხოვთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2025 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებასთან დაკავშირებით. პრინციპში ჩვენ ეს საკითხი 2026 წლის ბიუჯეტის საკომიტეტო მოსმენის დროს ძირითადი პარამეტრები უკვე განვიხილეთ, ვინაიდან თან ახლდა დოკუმენტი, რომელიც 8 თვის შესრულებას და ასევე მოგახსენეთ 9 თვის პარამეტრები, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ძირითად პარამეტრებს, მათ შორის იმას, რაც საკომიტეტო მოსმენების შემდგომ გახდა ცნობილი პარამეტრებს და თუ რამე კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, მზად ვარ კითხვებსაც უპასუხო. დავიწყებ ეკონომიკური პარამეტრებით. ჩვენ წლის პირველი 9 თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს 7.7%. მოგეხსენება ჩვენ ბიუჯეტი დავგეგმეთ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, თუმცა პირველ კვარტალში საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.8%, მეორე კვარტალში 7.3%, მესამე კვარტალში 6.5% გვაქვს წინასწარი მონაცემებით და საბოლოო ჯამში 9 თვის წინასწარი მონაცემებით არის 7.7%. ინფლაციას რაც შეეხება, სექტემბერში შეადგინა 4.8%, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც შეეხება 9 თვეში საშუალო ინფლაციის მაჩვენებელს 3%-ს შეადგენს. საგარეო სექტორის ნაწილში საქართველოს საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა ჯამში 18.555 მილიონი დოლარი, რაც გაზრდილია წინა წელთან შედარებით 9.1%, აქედან ექსპორტის მაჩვენებელი შეადგენს 5.151 მილიონ დოლარს, 7.7% არის გაზრდილი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი შეადგენს 13.393 მილიონ დოლარს, 9.7% გვაქვს ზრდა ამ მიმართულებით. საგარეო სექტორის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის ტურიზმი. ჩვენ წლის პირველ 9 თვეში 5.327.000-მდე საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია საქართველოს, დაახლოებით 5.6% არის გაზრდილი აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით. აქედან უშუალოდ ტურისტული ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 4.307.000 პირი, რაც გასულ წელთან შედარებით 7.9% არის გაზრდილი. რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს, ჯამში შემოსავლება 3.628 მილიონ დოლარამდე შეადგინა, რაც 5.1% მეტია გასული წლის 9 თვის მაჩვენებელთან და შედარებით. ფულადი გზავნილების ნაწილში ჩვენ ჯამში წლის პირველ 9 თვეში გვაქვს 6%-იანი ზრდა, 2.390 მილიონ დოლარამდეა შემოსული ფულადი გზავნილების კუთხით. აქ მოგეხსენებათ გასული წლის განმავლობაში იყო კლება, ერთჯერადი ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვები იყო, წელსაც რუსეთის ფედერაციიდან 25%-იანი კლებაა, თუმცა სხვა ქვეყნებიდან ზრდის ხარჯი ჯამში 6%-იანი ზრდა გვაქვს. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს, ჩვენ წლის პირველ 9 თვეში ჯამში მობილიზებული გვაქვს შემოსავლების და რესურსების სახით 21.32 მილიონი ლარი, რაც
დაგეგმილი მაჩვენებლის 102.8%-ია, 20 მილიარდი 459 მილიონ 900.000 ლარამდე იყო დაგეგმილი. მათ შორის გადასახადების სახით მიღებული თანხა შეადგენს 18 მილიარდ 813 მილიონ ლარზე მეტ, 100.5%-ია დაგეგმილი მაჩვენებლის და აქ უნდა აღინიშნოს, რომ 9 თვეში დღეს ზედმეტობის სახით დაბრუნებული თანხა შეადგენს 1.896 მილიონ ლარს. გრანტების სახით მიღებული გვაქვს 203 მილიონ ლარზე მეტი და აქ 127%-ია შესრულების მაჩვენებელი, სხვა შემოსავლების ნაწილში მიღებული თანხა შეადგენს 2 მილიარდ 15 მილიონ ლარზე მეტს და აქაც საპროგნოზო მაჩვენებელი 127.1% არის შესრულებული. რაც შეეხება პრივატიზაციიდან მიღებულ თანხას, ჩვენ წლის პირველ ნახევარში პირველ 9 თვეში მივიღეთ 454 მილიონი ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 117.6%-ია, სესხების დაბრუნების სახით მივიღეთ 213 მილიონი ლარი, დაგეგმილი მაჩვენებლის 154%-ია. რაც შეეხება დეფიციტს, ჩვენ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის სახით მოგეხსენება წელს დაგეგმილი გვაქვს 2.5%-ის ფარგლებში, ჯერჯერობით პირველ 9 თვეში დეფიციტის მაჩვენებელი 0.4%-ს შეადგენს. რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტის სახელმწიფო ვალზეც მოგახსენებთ, სახელმწიფო ვალის ნაწილში მთლიანში და პროდუქტთან მიმართებაში 34.9%-ია 9 თვის მდგომარეობით, რაც უკვე ფაქტიური მაჩვენებელია. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში უშუალოდ ჩვენ შემოსავლების ნაწილში შესრულება გვაქვს 102.5%, გადასახადების სახით მივიღეთ 16 მილიარდ 176 მილიონი ლარი, უკვე სახელმწიფო ბიუჯეტის წილი რაც არის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების გარდა, შესრულება არის 100.1%, გრანტებში მივიღეთ 199.7 მილიონი ლარი და 138%-ია შესრულება, ხოლო სხვა შემოსავლების ნაწილში მივიღეთ 1.391 მილიონი ლარი და 134.6%-ია შესრულების მაჩვენებელი. პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტის წილი რაც იყო, ეს არის 262 მილიონი ლარი, აქაც 114.9%-ია შესრულების მაჩვენებელი, ხოლო სახელმწიფო სახელმწიფოს მიერ გაცემული სესხების დაბრუნების ნაწილში მივიღეთ 270 მილიონ ლარზე მეტი და აქაც 136.4%-ია შესრულების მაჩვენებელი. რაც შეეხება ვალდებულებების ნაწილში, ჩვენ საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული თანხა შეადგენს წელს 1.122 მილიონ ლარს, 628 მილიონი არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან გამოყოფილი გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტების ათვისება, ხოლო ბიუჯეტის მხარდაჭერილი კრედიტების სახით მიღებულია 439.4 მილიონი ლარი. რაც შეეხება ვალების მომსახურებისა და დაფარვის ნაწილში, საშინაო ვალდებულებებზე მიიმართა 839 მილიონი ლარი, ხოლო საგარეო ვალდებულებების ნაწილში 1.562 მილიონი ლარი. ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილს რაც შეეხება, ჩვენ წელს ბიუჯეტის ჯამური მოცულობა მოგეხსენება შეადგენს 27 მილიარდ 951 მილიონ ლარს, აქედან 9 თვეში საკასო შესრულება შეადგენს 19 მილიარდ 278 მილიონ ლარამდე, რაც დაგეგმილი 9 თვის მაჩვენებლის 93%-ს აღემატება, ხოლო წლიურ გეგმასთან შედარებით 79%-ს შეადგენს. რამდენიმე ძირითად უწყებას მოგახსენებთ და შემდგომში თუ კითხვები იქნება, გადავალ კონკრეტული კითხვების პასუხებზე. დავიწყებ ეკონომიკის განვითარების სამინისტროდან 475 მილიონ ლარამდეა ათვისებული, დაახლოებით 77%-ია ათვისება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემთხვევაში ათვისებული თანხა შეადგენს 1.761 მილიონ ლარს უკაცრავად, ეს არის 91.3%, ჯანდაცვის სამინისტრო 6 მილიარდ 585 მილიონი ლარი და თითქმის 100%-იანია შესრულების მაჩვენებელი, თავდაცვის სამინისტროში 1.221 მილიონი ლარი 99%-ამდეა შესრულება, შინაგან საქმეთა სამინისტროში 95%-ამდეა შესრულება და 997 მილიონ ლარამდეა გაწეული ხარჯი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაწილში 579 მილიონია ათვისებული და 93%-ია, ახალგაზრდების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაწილში 2 მილიარდ 57 მილიონია ათვისებული და 91%-ს აღემატება. კულტურის სამინისტრო 175 მილიონ ლარამდეა 73%, საქართველოს სპორტის სამინისტრო 96.2%, 240 მილიონ ლარამდეა ათვისებული. ეს არის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ძირითადი პარამეტრები, რა თქმა უნდა, თუ არის კითხვები, მიუხედავად იმისა, რომ საკომიტეტო მოსმენებზე განხილული გვაქვს ეს საკითხი, თათვარ ისევ კიდევ ერთხელ გიპასუხოთ. ალბათ ბატონო გიორგი, ასეთი დეტალური ანალიზისთვის კოლეგებო, თუ
გვაქვს კითხვები, თხოვთ. როგორც ხედავ, დარბაზიდან არ არის კითხვები. ბატონო გიორგი, მე მექნება. თუ შეიძლება გადავხედეთ შესრულებას, ზოგადად სამინისტროს მიერ ბიუჯეტის შესრულება. კარგი შესრულება. ერთადერთი ორი მიმართულებით გვაქვს ცოტა ჩამორჩენა. ეს ეხება მერძევების დარგს და ასევე მელიორაციის პროგრამებს, სხვადასხვა პროგრამებია, მაგრამ საერთო ჯამში მელიორაციის მიმართულებით ცოტა ჩამორჩენა გვაქვს და მიზეზები მაინტერესებს. ახლა აქ დაფინანსების წყაროები ძირითადად იყო სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტები და რასთან არის დაკავშირებული, თუ შეიძლება რომ გითხრათ. დავამატებდი ინფრასტრუქტურის სამინისტრომაც და მნიშვნელოვნად ხარჯით ნაწილში გეგმიურ ჩამორჩება და აქაც თუ შეიძლება თუ გვაქვს ინფორმაცია რა ფაქტორები მოქმედებს და ალბათ ბოლო კვარტალში დაგეგმილი არის თუ არა რომ ხარჯით ნაწილი შესრულდეს და ასევე კულტურის სამინისტროშიც მნიშვნელოვანი 74% არის ხარჯით ნაწილში და აქ რა ფაქტორები არის დიდი მადლობა. რაც შეეხება მერძევეობის დარგში აქ ალბათ კოლეგები დამეხმარებიან, თუმცა რაც ინფორმაცია მაქვს, ეს იყო დონორის დაფინანსებული, რომელიც საგრანტო კომპონენტისგან შედგება. აქ თანხის ათვისება დამოკიდებულია ბენეფიციერების მიერ შესრულებულ სამუშაოზე. კონტრაქტების თითქმის უდიდესი ნაწილი არის უკვე გაფორმებული, უბრალოდ ველოდებით, რომ ბენეფიციერებმა ეს ამ თანხების ათვისება შეძლოს და შესაბამისად მოხდება გადარიცხვაც. ბატონი ზურაბი დააზუსტებს კიდე ამ მიმართულებით თუ საჭირო იქნება. მელიორაციაზე რაც შეეხება ბიუჯეტის რესურსი დიდწილად ათვისებულია, თუმცა ის ახალი პროექტები, რომელიც მსოფლიო ბანკისგან და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან გვაქვს, ჯერ საწყის ეტაპზეა, მოსამზადებელი ფაზა, ამიტომ აქტიური სამუშაოები ჯერ იქ არ მიმდინარეობს და ამაზეც ბატონი ზურაბს ვთხოვ, რომ უფრო მეტად დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიძლება დაიყოს ორ კომპონენტად, ერთი რაც მიმდინარე პროექტები იყო და აქ შეფერხება ნაკლებად გვაქვს, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურა თუ სხვა მიმდინარე პროექტები, თუმცა წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო მრავალი ახალი პროგრამის დაწყება. ეს არის სპორტული ინფრასტრუქტურის ნაწილი, სადაც რიგ შემთხვევაში ტენდერებია გამოცხადებული, უკვე რიგ შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება ხორციელდება. არის თბილისი რუსთავის გზის მიმართულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და ამაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესაბამისად ჩვენ ველოდებით, რომ ათვისება მეოთხე კვარტალში უფრო მაღალი იქნება, თუმცა აქვე უნდა აღნიშნოს, რომ შესაძლებელია დაგვშვიდეს პროექტებს შორის, პროგრამებს შორისა და პროექტებს შორის თანხების გადანაწილება, რიგ შემთხვევაში იქნება უფრო მეტი ათვისების შესაძლებლობა, შესაბამისად შესაძლებელია ეს იყოს თქვენი თანხმობის საჭიროებაც, რომ გადავანაწილოთ პროექტებს შორის თანხები ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ერთი ნაწილი პროექტები, სადაც პროცედურები უფრო ხანგრძლივი და ჯერ პროექტირება კეთდება და მერე გადადის უკვე სამშენებლო ეტაპზე და დიზაინ ბილდის მეთოდი ფაქტიურად აღარ გამოიყენებს იშვიათი შემთხვევების გარდა სამინისტრო. შესაბამისად ამან გარკვეული დრო წაიღო პროექტირებამ და ამიტომ შეიძლება ნაწილი ახალი პროექტების დაკონტრაქტდეს, თუმცა სამუშაოები ვერ მოესწროს, თუმცა მიმდინარე პროექტებზე მოხდეს თანხების გადანაწილება და ამაზე უკვე თუ საჭირო გახდა აღნიშნული თქვენს წინაშე წარმოუდგით შესაბამის ცვლილებებს. ბატონო გიორგი, მაგ ნაწილში მე როგორც ვიცი, ასევე ხარჯების ოპტიმიზაციას პროგრამაც ოპტიმიზაციაზედაც მიდის მუშაობა და აღნიშნული ფაქტორი თუ იმოქმედებს ხარჯების შემცირებას? ოპტიმიზაცია რა თქმა უნდა არ გულისხმობს პროექტების გაჩერებას. შეიძლება ოპტიმიზაციაზე შევიგულისხმოთ ის, რომ სწორი პროექტის გაკეთება იმისათვის, რომ შემდგომში არ მოგვიწიოს პროექტებში ხშირი ცვლილებების შეტანა, ამან გარკვეული დრო წაიღოს და ხარჯების დაგვიზოგოს საბოლოო ჯამში, თუმცა რა თქმა უნდა ხარჯების ოპტიმიზაციას როცა ვსაუბრობ, არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რომელიმე პროექტს აღარ გავაკეთებთ. ის დაანონსებული პროექტები, რომლებიც ერთის მხრივ სამინისტროს მიერ
ჯერ არის დაანონსებული და ასევე სამთავრობო პროგრამაში თქვენს მიერ დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაში ასახულია, რა თქმა უნდა, ის პროექტები მისი გადახედვა რომ აღარ გაკეთდეს არ იგულისხმება, იგულისხმება უფრო თავიდანვე სწორად დაიდოს პროექტი, რომელი პროექტსაც გაყვებიან და ეს მოგცემს ხარჯების ოპტიმიზაციის საკითხსაც. რაც შეეხება, წელს ეს წლევანდელ წელს თუ შევხედავთ, მარტო ამას შეიძლება გამოიწვიოს, რომ წელს გარკვეულ პროექტებში გვექნება აუთვისებლობა, მაგრამ გადავიტანთ იმ ხაზი პროექტებში, სადაც მეტი ათვისების შესაძლებლობა იქნება. და ბოლო კითხვა იყო კულტურის სამინისტროს ნაწილში, აქაც ინფრასტრუქტურის ნაწილში ძირითადად სადაც ჩამორჩენა გვაქვს, იყო დაგეგმილი და ახლობით 40 მილიონამდე პროექტების განხორციელება, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილებით მოხდა პროექტების რევიზია, ვინაიდან არ მოხდარიყო ერთი მხრივ ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც გრძელვადიანი იქნებოდა ძალიან და შესაძლებელია გაძვირებული იყო პროექტები და მეორე მხრივ ყველა პროექტი ყოფილიყო დეტალურად შესწავლილი ტექნიკურ დონეზე, რომ აქაც რაიმე მერე ცვლილებების საჭიროება და დამატებითი ხარჯების საჭიროება არ ყოფილიყო. ამიტომ წლის პირველ ნახევარში იყო ძირითადი ჩამორჩენები, ეხლა შედარებით კარგად მიდის პროექტ ათვისების ნაწილი, თუმცა სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, იქ ათვისების ნაწილი შედარებით ნაკლები იქნება, ვინაიდან სამუშაოები იმ ტემპში ვერ შესრულდება, როგორც დანარჩენი სამუშაოების ნაწილში. დანარჩენს ბატონი ზურაბს თუ საჭირო აქვს თქო დაამტოს. ჩვენ სტომაზე გვესწრება ბატონი ზურაბ ეზუგბაია, მინისტრის მოადგილე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის. ხომ არ დამატებთ რამე ბატონ ზურაბ? კი ბატონო, ბატონმა გიამ აბსოლუტურად სწორად წარმოაჩინა ძირითადი მიზეზები ჩვენი სამინისტროს კურების სფეროში. ორიოდე სიტყვას დავამატებ, რომ მერძევეობის ნაწილში ჩვენ გქონდა გარკვეული მიზეზები დონორების მხრიდან პროგრამების გადახედვის თვალსაზრისით, ამის გამო იყო ოდნავ შეჩერებული თანხების ათვისება, თუმცა ბენეფიციარების შერჩევა და შიდა სამუშაო უკვე განხორციელებულია. სამინისტრო ასევე ამზადებს მთელ რიგ ინიციატივას განსაკუთრებით მერძევეობის სფეროში შემდგომი სტიმულირების უზრუნველსაყოფად და უახლოეს მოვალში ესეც იქნება დაძრული. ირიგაციის სფეროში ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროექტი, აქაც უცხოელი დონორების დაფინანსებით უნდა განხორციელდეს ეს პროექტები, მათი უმრავლესობა იმყოფება საწყის ფაზაზე, ამიტომ დამატებითი დრო საჭირო ხდება დონორებს შორის ურთიერთკოორდინაციისთვის. ამ ეტაპზე ჩვენ PIO, ანუ პროექტის მართვის ერთეულები უკვე ჩამოყალიბებულია, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ წინ უფრო სწრაფად წავიდეთ და ასევე ერთ-ერთი შემოფერხებელი გარემოება იყო წინასწარი სამუშაო ორი ტენდერის გასაერთიანებლად. ცალკე იყო რამოდენიმე პროექტში ტენდერი გათვალისწინებული ზედამხედველობის სამუშაოების განსახორციელებლად და პროექტირებაზე და ეს ორი ტენდერი მზადდება, რომ ერთად გამოცხადდეს, რა შემდგომში მოგოგებიებს დროს. ძირითადად ეს მიზეზებია ჩვენ ნაწილში. კეთილი. ბატონო გია, კიდევ ერთ საკითხზე მინდა შეგეკითხოთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დიდი ყურადღება გამოვიჩინეთ სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით და ფაქტობრივად 2013 წლიდან დღემდე მილიარდ ლარზე მეტი გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან დახარჯული სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ეს ძირითადად არის თანადაფინანსება და სხვადასხვა პროექტების თუ მიმართულებების წახალისება სახელმწიფოს მხრიდან. ერთ-ერთი ასეთი წახალისება გქონდა ჩვენ, როდესაც ჩვენი ფერმერები გავათავისუფლეთ საშემოსავლო გადასახადისგან. თუ ისინი 200,000 ლარამდე პირდაპირ მიწოდებას ახორციელებდნენ და მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იყო 2026 წლის 1 იანვრამდე განთავისუფლებული. მე რამოდენიმეჯერ ეს საკითხი დავაყენე კიდევაც, რომ ხوار გადაგვეხედა აღნიშნული თანხისთვის, ვინაიდან სწორედ სახელმწიფოს დახმარებით, ამ პროგრამების დახმარებით საკმაოდ ბევრი ბაღი გაშენდა, განსაკუთრებით მრავალწლიანი კულტურები და შესაბამისად საშუალება მოგვეცა, რომ უფრო შემოსავალიანი გამხდარიყო სოფლის მეურნეობა ჩვენი ფერმერებისთვის. და შემდგომში ვინც აღნიშნულ თანხას გადააჭარბა, უკვე წავიდა ტენდენცია, რომ დაიწყეს მიწების დანაწევრება, ოჯახის წევრებზე გაყოფა, ვინაიდან უნებრივია აერიდნენ საშემოსავლო გადასახადისგან დაბეგრვას.
ჩვენი მიზანი არის კიდევ რომ იცით რომ გვაწუხებს მცირე მიწიანობა და ეს თანაწევრებული მიწები, პატარა ფართობები და ჩვენი მიზანია რომ უფრო მეტი კონსოლიდირება მოვახდინოთ, ამაზე ვიმუშავეთ და კოოპერატივების კანონით შევქმნით, მაგრამ ვფიქრობ რომ მაგასაც უფრო მეტი დახმარება ჭირდება და მაგანაც არ იმუშავა სათანადოდ. ეხლა კომიტეტში ვმუშაობთ ასევე მწარმოებელთა ასოციაციების კანონის შექმნაზე და მაგ კუთხით შევეცდებით რომ ხელი შეუწყოთ მეწარმეებს. ესეც ერთ-ერთი მიმართულება იყო რომ რაღაც შემოსავლები მისცემოდათ საშუალება ჩვენ ფერმერებს რომ უკან ჩაებრუნებინათ თავის წარმოების გაფართოებაში. ეხლა 1 იანვარს შეუწყდება ეს შეღავათი და ხომ არ ქონიათ ჯელობა ფინანს სამინისტროში, პრინციპში ჩვენც დავაყენებთ ამ საკითხს, რომ ან ვადა გავაგრძელოთ, ან პირობებს გადავხედოთ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ არ არის ჩვენი სოფლის მეურნეობა და მათ იქ დასაქმებული ადამიანები არ არიან მზად, რომ და ისე წელში გამართული, რომ ეს შეღავათი მოუხსნათ და ამ შეღავათით აღარ ისარგებლონ. მადლობა ბატონო კედა, საკითხი რა თქმა უნდა არ ეხება დღევანდელი თემის განხილვას, თუმცა შემიძლია გითხრათ რომ რაც შეეხება 200,000 ლარიან შეღავათს, მიუხედავად იმისა, შეღავათი მოგწონს თუ არ მოგწონს ამ ეტაპზე და რამდენად ეფექტურია მაგას შეფასებაში არ შევალ. ჩვენ წარმოვადგენთ წინადადებას, რომელთაც 26 წლის 1 იანვრის შემდგომაც გაგრძელდება აღნიშნული შეღავათის მოქმედება. რაც შეეხება პირობების გადახედვას და მის მოცულობის შეღავათის მოცულობის დასს, ამ მიმართულებით ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან გვაქვს რამდენიმე სხვა ალტერნატივა. ერთი რომ თუ წარმოებაში დაბრუნებაზეა საუბარი, აქ ძალიან მარტივია შეპესის შემთხვევაში, საერთოდ სანამ არ გაიტანს შეპესიდან და სანამ არ პირადი მოხმარებისთვის არ გამოიყენებს შემოსავალს წარმოებაში რამდენიც არ უნდა დატოვოს გადასახადს არ იხდეს და შესაძლებელია შეპესესი შემოყალიბდეს. ასევე გვაქვს მცირე მეწარმის ნაწილი, სადაც 500,000 ლარამდე მხოლოდ 1% იხდის ბრუნვიდან და მოკლედ ბევრი სხვადასხვა ალტერნატივაა და კიდე ამ შეღავათის გაზდა ამ ეტაპზე არამედ შეწონილია, თუმცა ის რომ რაც შეღავათი იყო ეს შენარჩუნეს 26 წლის 1 იანვრის შემდგომაც ეს იქნება წარმოდგენილი შესაბამის ცვლილებების პაკეტი. კი ბატონო, დიდი მადლობა. მეც გეთანხმებით გაზდასთან დაკავშირებით. ერთადერთი კომპონენტი იყო, სადაც აი მიწების დანაწევრიანებასთან ჰქონდა საკითხი. თუმცა ვფიქრობ, რომ ესეც ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ უბრალოდ ვადა გადავწიოთ და მაგ მიმართულებას უკვე სხვა ფორმით მივხედოთ. გასაგებია, დიდი მადლობა. მადლობა. პრინციპში ჩვენი კომიტეტის თემა ერთი საკითხი ჰქონდა და ჩვენ ამოვწურეთ. ჩვენ კომიტეტი ვიღებთ ცნობას 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს. აგრარულ საკითხთა კომიტეტი ვიღეთ ცნობად და ჩვენი კომიტეტი დახურულია. მადლობა. კოლეგებო, სხვა კითხვები ხომ არ გვაქვს დამატებით? შეიძლება. მოგესალმებით. ჩემი კითხვა შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდისა და ინფლაციის ურთიერთკავშირს. ახლა ჩვენ იცით თქვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა ზოგადად არის სტატისტიკურად დადასტურებული და ეს მისასალმებელია თავისთავად და ამ შემთხვევაშიც ეს 9 თვიანი მონაცემების ანალიზიც ამას ადასტურებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი არის დაგეგმილზე მეტად გაზრდილი, ანუ ნაცვლად 6,7%, მაგრამ და ამას როგორც წესი სამთავრობო პროპაგანდა იყენებს როგორც რაღაც განსაკუთრებულ ეკონომიკურ მიღწევას და დარწმუნებული ვარ დღესაც ეს პროპაგანდა ისაუბრებს მხოლოდ იმაზე, როგორ გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი და როგორი ეკონომიკური აღმავლობა გვაქვს, მაგრამ არ ისაუბრებს იმაზე, თუ ამის პარალელურად როგორ იზრდება ფასები და რამდენად მაღალი არის ინფლაცია, მათ შორის დაგეგმილთან შედარებით თქვენივე მონაცემებით დაგეგმილი მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის ნაცვლად ჩვენ გვაქვს 4.8%-ის ინფლაცია, ანუ ზრდა ფასებზე და რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, ეს ზრდა ეხება განსაკუთრებულად ეხება პირველადი მოხმარების პროდუქტებს, როგორიც არის სურსათი, ანუ საკვები პროდუქტები და ჯანდაცვა, ხო? ამიტომ პირველ რიგში კითხვა არის შემდეგი, ანუ როგორ ხსნით ამ რეალობას, ეხლა გვესმის ესეც რომ
ეს არ არის რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც პარალელურად იზრდება ინფლაციაც და გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდაც, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს ნამდვილად არ აინტერესებს ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს, მათთვის მთავარი არის ის, რომ მათ ყოველწლიურად შეძლონ აუცილებელი პროდუქტების შეძენა. და დამეთანხმებით 11.9%-ით ზრდა ისეთი პირველადი მოხმარების ასე ვთქვათ, საჭიროებაზე, როგორიც არის საკვები პროდუქტები და 9%-იანი ზრდა ჯანდაცვაზე, ეს ნამდვილად არ აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ასე რომ იქნებ აგვიხსნათ, რით არის ეს განპირობებული პირველ რიგში და რა ზომების გატარებას აპირებთ იმისთვის, რომ აი ამ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად, რაც ყველაზე მთავარია, ფასები არ გაიზარდოს და ადამიანებმა შეძლონ ნორმალურად იცხოვრონ ამ ქვეყანაში. მით უმეტეს ისეთი დაბალი ხელფასების პირობებში, როგორც ჩვენ გვაქვს. მადლობა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ზოგადად ურთიერთკავშირი ეკონომიკური ზრდასა და ინფლაციას შორის რა თქმა უნდა არის, როდესაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური აქტივობა, ეს თავისთავად იწვევს მაღალ მოთხოვნას და შესაბამისად შემდგომში ხდება ხოლმე ფასების ცვლილება, თუმცა მხოლოდ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე ფასების ცვლილება არ ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდწილად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ჯერ კიდევ და შესაბამისად მათ შორის სურსათზე საერთაშორისო ფასების და რა თქმა უნდა იწვევს ჩვენთანაც ფასების ცვლილებას. თქვენ ახსენეთ 4.8% და მიზნობრივი ინფლაცია ახსენეთ 3%. თუ ნახავთ იგივე დოკუმენტში ოდნავ რამდენიმე წინადადებით ან შეიძლება იმავე წინადადების ნაწილში არის რომ საშუალო ინფლაცია 9 თვეში გვაქვს 3%. ხა მიზნობრივი ინფლაცია კონკრეტული თარიღისთვის რა თქმა უნდა არ არის განსაზღვრული. ჩვენ განახლებული პროგნოზები რაც ბიუჯეტთან წარმოადგენთ, იქ ჩვენი პროგნოზით ეს არ არის რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ეროვნული ბანკი და ჩვენ პროგნოზს ვაკეთებთ იმის რაც მაკროეკონომიკურად და გათვლებით შეიძლება პროგნოზირებადი იყოს. ჩვენ ვფიქრობთ რომ 3.6%-ის ფარგლებში იქნება საშუალო ინფლაცია წლის ბოლოსთვის და როდესაც ვაუბრობთ საშუალო ინფლაციაზე, რა თქმა უნდა, რომელიღაც პროდუქტზე ხდება მეტად ფასების მატება, რომელიღაც პროდუქტზე ხდება ნაკლებად ფასების მატება, მაგრამ თუ მივდივართ და ვსაუბრობთ რომ საშუალო ინფლაცია რა არის, ეს არის ის ყველა 300 თუ სწორად მახსოვს ან შეიძლება ცოტა მეტი ან ნაკლები ძირითადი პროდუქტი, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყოველდღიურ მოხმარებაში აქვს. შესაბამისად, მხოლოდ ერთ კომპონენტზე რომელიც გაიზარდა, ყოველთვის შეიძლება იყოს იმაზე მაღალი, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელია, თუმცა ამ შემთხვევაში საშუალო ინფლაცია არის ის სწორი ინდიკატორი, რაც უნდა შევადაროთ. საბოლოო ჯამში ჩვენ ეკონომიკური ზრდა ვნახოთ, თქვენ ახლა ახსენეთ რომ 7.7% რაიმე განსაკუთრებული არ არის, თუმცა იმ პირობებში, როდესაც 2 წლის განმავლობაში იყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, შემდეგ პოტენციურთა შედარებით ყოველწლიურად იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა და ბოლო 4 წელიწადში საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 9.4%, რაც ჩვენი პოტენციური ზრდის ნაწილში, სადაც დაახლოებით 5.5%-ია ჩვენი ეკონომიკის პოტენციური ზრდა ნების სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების შეფასებითაც ხო? ამასთან შედარებით რომ 4 წლის განმავლობაში 9.4% გაქვს და კიდე ზევიდან 7.7% იზრდება, დამიჯერეთ რომ საკმაოდ მაღალი ზრდის მაჩვენებელია, რაც თავისთავად შეიძლება ასევე გარკვეულწილად იწვევდეს მოთხოვნის ზრდას და ინფლაციის ახალისებას. თუმცა ინფლაციის და ხელფასები არ იზრდებაო, მაგაში ვერ დაგეთანხმებით, თუ შევადარებთ ჩვენ ნომინალურ ეკონომიკურ ზრდას და ხელფასების ზრდას, ხელფასები კიდევ უფრო მეტით იზრდება, ვიდრე ნომინალური ეკონომიკური ზრდა. რაც ნიშნავს ნომინალური ეკონომიკური ზრდა მოსახლეობასაც და მსვენელსაც უფრო კარგად აუხსნათ, ინფლაციას დამატებული რეალური ეკონომიკური ზრდა არის ნომინალური ეკონომიკური ზრდა. ხო, თუ ჩვენ ვიძახით რომ 7.7% იზრდება რეალური ეკონომიკური ზრდა, ამას ემატება ინფლაციის მაჩვენებელი და საბოლოო ჯამში ნომინალური ეკონომიკა დაახლოებით 11-12%-ით იზრდება. ეს არის ნომინალური და ხელფასები, თუ შევადარებთ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, უფრო მეტით იზრდება, ვიდრე ნომინალური ეკონომიკური ზრდა და ეს აი უბრალოდ რომ ჩახედოთ, საშემოსავლო გადასახადზეც აისახება, რაც დაგეგმილი ქონდა, იმაზე გაცილებით მეტი შემოდის, დაახლოებით 9 თვეში 140 მილიონამდე მეტია საშემოსავლო გადასახადის სახით შემოსული და ეს ხო არის პირდაპირ ხელფასიდან გადახდილი ბრუტყვილა ხო არავინ გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს რა. აი ეს არის პასუხი. მადლობა. მეც დავამატებდი ორი სიტყვით, მადლობა ბატონო გიორგი. პირველი, უაღრესად დიდი მონაბოვარი არის, რომ 9 თვის პერიოდში რეალური ეკონომიკის ზრდა შეადგენს 7.7%. თუ ჩვენ გადავხედავთ რეგიონს, შევხედავთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი არის. ინფლაციის მაჩვენებელს, რაც შეეხება სექტემბრის 9 თვის ჩათვლით, არის 3%, რომელიც მიზნობრივ ინფლაციასთან დახვედრაში არის
და საერთო ჯამში ამ მონაცემებით ნომინალური ზრდა ალბათ 11% იქნება ეკონომიკის 2025 წლის ბოლოს. და ზოგადად აღნიშნავ იმას, რომ თუ ნომინალურ ზრდას ავიღებთ, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა გაურბაგდა და რეალური ეკონომიკის და საშუალოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში სადღაც 9.4% იყო, რაც უაღრესად დიდი მონაპოვარია და ეს ყველას უნდა გვიხაროდეს და რაც შეეხება ბატონო გიორგი თქვენს პოზიციას fast moving consumer goods მიმართულებით, ვიცით ეს გამოწვევაა. კომიტეტის ფარგლებში ჩვენ ამაზე მუშაობთ. თქვენ შეგიძლიათ შეერთოთ და ყველას მიზანი არის, რომ სწრაფად მომხმარებადი პროდუქტები ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო მისაწვდომი იქნება და ეს ფასები დასტაბილურდეს. და ჩვენ სიკეთეებსაც კარგად ვხედავთ და გამოწვევებსაც არ გვეშინია, ამიტომ რომ მიგვაჩნია, რომ სწორი ნაბიჯებით გადადგმით ინფლაციის მაჩვენებელი იქნება ნორმის ფარგლებში. და ეს არა მარტო საქართველოსთვისაა გამოწვევა, დღეს მთელი სოფლიოსთვის გამოწვევა არის. მადლობთ ბატონო გიორგი და თუ კითხვები არ აგვაქვს, ცნობად მივიღოთ 2025 წლის 9-ის ანგარიში. დიდი მადლობა. მადლობა.